ყორის არჩევნო უბანი გაიხსნა საშელახსვლების მერვე დაწესებულებაში. კენჭისყრაში ხმის უფლების მქონე პატიმრები და ის თანამშრომლები მონაწილეობენ, რომლებიც დღეს სამსახურეობრივი მოვალეობის მიზნით იმყოფებიან დახურულ სივრცეში. მერვე დაწესებულებაში გახსნილ 116 უბანში სულ 1054 მსჯავრდებული და ბრალდებულია რეგისტრირებული. ამ დროისთვის 150-ზე მეტმა პატიმარმა უკვე გააკეთა არჩევანი, არჩევნებისთვის პატიმრები წინასწარ გამოკითხეს. დილის 8 საათზე გავხსენით საარჩევნო უბანი. ამორჩეულის რაოდენობა არის 1054 კაცის გადასატან ხუცე ყავს 22 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის გამო ვერ მოდიან აქვს და მივდივართ კამერებში. მიგოქს საარჩევნო ყუთი და აი გაწერენ ჩხოლებრივად მისცემენ ხმას. რასველი და საქართველოსთვის ყველაფერს გზიგეთეს. გაერთიანება საქართველოსის ხალხის თავისუფლებას და სამსახურებს და ყველაფერს რომელსაც არის. Ჩვენ ორგანიზაცია დღის განმავლობაში დააკვირდება არჩევნებს, ჯერჯერობით ნორმალურად მიდის, არ აქვს ადგილი არც ექსცესებს და ორგანიზებულად ნორმალური აქტივობაა და ჯერჯერობით კმაყოფილები ვართ მიმდინარე პროცესებში.